სამინისტრო მთავარ პროკურატურას ღია ომი გამოუცხადა ირაკლი ალასანიასა და გიორგი ბადაშვილის უწყებები უკვე საჯაროდ უყენებენ ერთმანეთს ბრალდებებს. თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის დაკავებამ ეგრეთ წოდებულ კაბელების საქმეზე ხელისუფლებაში როგორც ჩანს ვითარება უკიდურესად დაძაბა. ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება დღეს იუსტიციის მინისტრმა თია წულუკიანმაც გააკრიტიკა და პასუხისმგებლობა პირადად მთავარ პროკურორს დააკისრა. დღის ბოლოს ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი და ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრები ქართული ოცნების ოფისში პრემიერთან შეხვედრაზე დაიბარეს. გიორგი მანჯავიძეა პირდაპირ ეთერში. გიორგი, საინტერესოა რა დაპირება მიიღო ალასანიას გუნდმა პრემიერისგან. პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ ირაკლი ალასანიას მიერ გადაცემულ დოკუმენტებს ყურადღებით გაეცნობა. რაც შეეხება თავად ამ დოკუმენტებს, ეს სწორედ ის დოკუმენტებია, რომელიც თავდაცვის მინისტრის თქმით ამტკიცებს თავდაცვის მაღალჩინოსნების უდანაშაულობას და ის დოკუმენტებია სწორედ რომელიც წესით თავდაცვის მინისტრს მთავრობის ხდომაზე უნდა წარედგინა პრემიერისთვის და მთავრობის წევრებისთვის, თუმცა როგორც ვიცით ჩვენ ეს არ მოხდა და ეს მთავრობის ხდომა დასრულდა იმით, რომ ყველა ჟურნალისტმა შეამჩნია, როგორ გამოვიდნენ მთავრობის ხდომიდან გაბრაზებული ირაკლი ალასანია და გაბრაზებული ალექსი პეტრიაშვილი. მათ კანცელარია კომენტარის გარეშე დატოვეს. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა გახდა სწორედ თავდაცვის მაღალჩინოსნების დაკავების საკითხი. თავისუფალი დემოკრატების წევრები აცხადებენ, რომ ამ დოკუმენტებით საბოლოო ჯამში პრემიერი დარწმუნდება იმაში, რომ ეს ადამიანები არიან უდანაშაულები. კიდევ დამატებითი არგუმენტები წარმოადგინა ჩვენი თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ბატონმა ირაკლი ალასანიამ. შევთანხმდით, რომ იქნება ეს არგუმენტები ასევე გაეცნობა კოალიციის ლიდერის კიდევ ამ დამატებით არგუმენტებს. კითხვები თუ კი არსებობს, პასუხები რომ უნდა გაეცეს, აქ ორი აზრი არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ მისი პოზიცია თვით პრემიერსაც უნდა კითხოს. მიმდინარეობს გამოძიება და კითხვებს პასუხი გაეცემა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, საუბარი იყო გულწრფელი, წარმოდგენილი იყო თავდაცვის მინისტრის მიერ არგუმენტები როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობითაც და პრემიერი შეხვდა, რომ იგი გულდასმით შეისწავლის საქმეს. სანამ პრემიერ-მინისტრი ამ დოკუმენტებს შეისწავლის და თავის დასკვნას, ასე ვთქვათ, გამოიტანს საჯაროდ, მანამდე დღეს მთელი დღის განმავლობაში მიდიოდა ღია დაპირისპირება, მართალია წერილობითი, მაგრამ ღია დაპირისპირება ორ სახელმწიფო უწყებას შორის. თავდაცვის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას შორის ურთიერთობა გამწვავდა. ორ უწყებას შორის საჯარო, თუმცა წერილობით დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ალასანიას სამინისტრომ საგამოძიებო უწყებისგან საქმის მასალების გადაცემა ოფიციალურად მოითხოვა. მოთხოვნას პროკურატურის სპეციალური განცხადება მოჰყვა. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ თავდაცვის სამინისტროს სიცრუეში და პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებები თითქოს და საიდუმლო გრიფი ამ მასალებს საქართველოს პროკურატურამ მიანიჭა და განზრახ არ ხსნის ამ მასალებს საიდუმლო გრიფს არის სიცრუე და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას. საზოგადოების საყურადღებოდ კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გაუსვათ, რომ სწორედ თავდაცვის სამინისტრომ მოახდინა ხსენებული შესყიდვების გასაიდუმლოება, რომლითაც 2.618.004 ლარის ღირებულების ქონება და მომსახურება შეისყიდა 6.720.817 ლარად, რითაც გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი 4.102.872 ლარი. პროკურატურის განცხადებას თავდაცვის სამინისტროს პასუხი მალევე მოჰყვა. ალასანიას უწყება პროკურატურას წერილის სწორად წაკითხვას და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებას ურჩევს. თავდაცვის სამინისტროს არც ერთ განცხადებაში არ დაუფიქსირებია პოზიცია, თითქოს საიდუმლო გრიფი ამ მასალებს პროკურატურამ მიანიჭა და მით უმეტეს არ განუცხადებია, რომ გრიფს საგამოძიებო უწყება განზრახ არ ხსნის. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან. ორძალოვან უწყებას შორის არსებულ დაპირისპირებაში ექსპერტები, არასამთავრებო და საერთაშორისო ორგანიზაციები პროკურატურას აკრიტიკებენ. მთავარი პროკურატურისკენ ხელი ღიად დღეს მთავრობის წევრებმაც გაიშვირეს. მომავალში ამ პროცესის გამჭვირვალობაზე პასუხს აგებს უმაღლესი ფიგურა სისხლის სამართლის დევნის სფეროში, ეს გახლავთ საქართველოს მთავარი პროკურორი, რადგან ეს არ გახლავთ იმ კალიბრის საქმე, რომელზეც შეიძლება პასუხისმგებელი იყოს რიგითი გამომძიებელი ან რიგითი პროკურორი. გამოძიება გააკრიტიკეს იმის გამოც, რომ ბადაშვილის უწყებამ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კავშირგაბმულობაზე პასუხისმგებელი დეპარტამენტის ყველა ხელმძღვანელი დააკავა. თანაც ისე, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობამ არაფერი იცოდა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კაბელების საქმე ნატოსკენ მიმავალ გზაზე დიდ წინაღობად იქცეს. ბოლო პერიოდში აშკარაა კოალიციაში შემავალი პროდესავლური პარტიების წინააღმდეგ კამპანია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ თავად ამ პარტიების, მე გულისხმობ რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებს
თავმჯდომარე პარტიების მიერ ხმამაღლა საუბარი იმ დაპირისპირებაზე, იმ უთანხმოებებზე, რომელიც კოალიციის შიგნით მიმდინარეობს. ის რომ ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეს რომელიმე უწყების ხელმძღვანელი შეეწირება, ამაზე უკვე მთავრობაშიც საუბრობენ. როგორ და ვისი დასჯით დასრულდება პროცესი ეს ჯერ გაურკვეველია. თუმცა ვის რა მიზანი ამოძრავებს? ამ კითხვაზე პასუხი კაბელების საქმეს უკვე გასცდა. რამდენად დამაჯერებელი იქნება პრემიერ-მინისტრისთვის თავდაცვის მინისტრის მიერ მიწოდებული დოკუმენტები, სავარაუდოდ ეს ჩვენი ინფორმაციით გაირკვევა ხუთშაბათის მთავრობის ხდომაზე. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე გადაწყდა ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება თავისუფალი დემოკრატების ყრილობას. მადლობა გიორგი, გიორგი მანჯავიძე გვერდებოდა პირდაპირ.